ლევან ჯანგველაძის კვლელობის ორგანიზებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი წაუყენა არც მეტი არც ნაკლები ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. ანუ ხვდებით დაახლოებით რა ხდება, აი ბოლო ერთ თვის განმავლობაში რეები გავიგეთ. ანუ ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში ევალებოდა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, გენერალური პროკურორი. ყოფილა რამე ხელის დამფარებელი ან არაპროფესიონალი კი არა, რომელსაც გაეპარა ესეთი დანაშაული, ანუ დამაორგანიზებელი. ამ ტიპმა შეუკვეთა და დააორგანიზა ადამიანის კვლელობა შუა ვაკეში, კამერების წინ. ეს ამბავი რატოს გახმაურდა, ეხა ეგეც ვიცით ყველა, მაგ ვერ ვიტყვით, თორე გამაქანებენ მეც სუში. რა მუქარები შემოუთვალეს და ვისით დაემუქრენ ბიძინა ივანიშვილს და იმიტომ მეტი გზა აღარ დარჩენოდათ და გამოაგდეს ეს ვერსია, თორე ეს თუ ესეთი დაორგანიზებული მკვლელობა იყო, ამის შესახებ მარტო ფარცხალაძემ იცოდა? სახუმარად რო არის ის ქცეული, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო. ჩელიაბინსკში კი არა, ამერიკაში გავიღვიძეთ, ოღონდ 30-იანი წლების ჩიკაგოში. კიდევ რა გავიგეთ ბოლო ერთ კვირაში. ესე იგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვისაც ევალებოდა ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა, გრიგოლ ლილუაშვილი იყო დაკავებულიო კოლ-ცენტრების მფარველობით. ოღონდ არც ერთი ეს კოლ-ცენტრი და მის თანამშრომლები ესე საჯაროდ ჯერ არ გამოუაშკარავებიათ და ვის მფარველობდა არ ვიცი. რომ მფარველობდა ეჭვი არ გვეპარება, რა თქმა უნდა, არავის. ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი ქოცი ირაკლი ღარიბაშვილი იყო კორუფციაში ჩართულიო და სახში ოქროს ზოდები ჰქონდა შენახული და ასობით 1000 დოლარის ღირებულების საათები. ეს რაც თვითონ გვითხრეს. ასევე უსაფრთხოება, ვისაც ევალებოდა და წესრიგი ჩვენი მოქალაქეების დაცვა, თურმე დაგწამლა ყველა გაურკვეველი ნივთიერებით, უბრალოდ რაც თვითონ აღიარეს არის ეგრეთ წოდებული გამხსნელი, რომელიც გააფრქვიეს ჰაერში რუსთაველზე და იყო ყველასთვის საზიანო, აქციაზე მყოფი ადამიანებისთვისაც და მეორე დღეს რო გაიარეს და ბავშვები რო სკოლაში წაიყვანეს, აი იმ ხალხისთვისაც. აი ესეთი რამე კიდე რამდენი გავიგეთ, ეხლა გამორჩება ალბათ რაღაცა. ანუ ყველა მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი, აი მინიმუმ 80% მაღალ თანამდებობაზე მყოფი ადამიანების ბოლო ამათი მმართველობის 13 წლის განმავლობაში არის რაღაცაში ბრალდებული, ეჭვმიტანილი ან ჯერ არ უღიარებიათ, მაგრამ ჩვენ რო ვიცით, რომ დამნაშავეა, ხო? და რა გამოდის? აი ქართული ოცნების ხარდამჭერების აზრი მაინტერესებს. აი რა გამოდის? ის რუსეთუმე რო ამბობდა, ყველაზე ზუსტად თქვა, მე მგონი გვარი დამავიწყდა. ყველაფერი, ყველა თუ უარგისი იყო, ყველა პრემიერ-მინისტრი, ყველა პრეზიდენტი და ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მყოფი ადამიანი. რაღა იყო მაშინ კარგი ამ 13 წელში მართლა?